საზოგადოებრივ საქმიანობასა და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობა და დასაქმება. ამ თემებზე ისაუბრებს კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ და ქალთა ორგანიზაციებმა ექსპო ჯორჯიაში გამართულ შეხვედრაზე. როგორც დავით ნარმანიამ დღეს აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერს აყოლება მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რომელიც აქტიურად იმუშავებს ქალთა უფლებების დაცვაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისის მერს ეყოლება მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პერიოდულად განიხილონ ის საჭიროებები და ის საკითხები, რაც მათ წინაშე დგას. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია და მიზანმიმართულია იმისკენ, რომ თითოეული თბილისელის აზრი, მოსაზრება, გარკვეული ჯგუფების განხილული იქნას, მისაღები მივიღოთ და რაც შეიძლება ოპერატიულად გადაწყდეს. ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში, პოლიტიკის ჰუმანურობისკენ მიდრეკილებას იწვევს და პოლიტიკა ხდება უფრო მეტად სენსიტიური. ასევე მოვისმინეთ ბატონი ნარმანიასგან ინიციატივა, რომ აუცილებლად მერის ერთ-ერთი მოადგილე უნდა იყოს ქალბატონი. ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და პარტიის ლიდერები დღეს გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახა ბროკიშვილი და გიორგი ასიტაშვილი წარუდგინეს. ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობას იაფი გათბობისა და ცხელი წყლის საპილოტო პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ენერგორესურსების დაზოგვასა და ცხელი წყლის და გათბობის სისტემის შექმნას ისახავს. მისდათ ნიკა მელიამ მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაიაფების გეგმაც გააცნო, რომელიც მისი მერად არჩევის შემთხვევაში ამოქმედდება. მე დამატებით ენერგიით ვიმუხტებით, რომლებიც დაჩნენ ერთგული. ის რაც ეხება თბილისს, ის გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა, ნებისმიერი პოლიტიკოსი და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. ამიტომ არჩევანი უნდა გააკვავაკეთოთ პროგრამებს შორის და არა რეალურად იმის შორის ვინ რა შეცდომა დაუშვა წინა წლებში. როგორც პარტია, როგორც პოლიტიკური ძალა, ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, უფრო გამოცდილები ვართ, უფრო სუფთები ვართ, უფრო სხვანაირად დავინახეთ ბევრი რამე, უფრო სხვანაირად ვისწავლეთ ბევრი რამე. ცესკოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. პარტია თვითმმართველობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მათ კანდიდატებს კერძო ტელევიზიები ბლოკავენ და შესაბამისად მათ საშუალება არ აქვთ საარჩევნო პროგრამა საზოგადოებას გააცნონ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი კი ცესკოს წევრებს ორმაგი სტანდარტების გატარებაში ადანაშაულებს. როდესაც არ მოხსნა რუსთავისა და ფოთის კანდიდატები, ქართული ოცნების კანდიდატები, სხვა სტანდარტით მიუდგნენ ჩვენს კანდიდატს მარნეულში, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქვს მშვენიერი სასტარტო პირობები, არის ძალიან კონკურენტულიანი და ამიტომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის ჩამოიშოროს არჩევნების დღემდე. ქართული ოცნებისთვის უცნობია საჩივარი ან პრეტენზიები მარნეულის კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით, ასეთი არის თუ არა დაყენებული. ბუნებრივი ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება საარჩევნო კოდექსის მიხედვით გასაჩივრდეს ცესკოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში. იქ არის შესული განცხადება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიმართ, რომელიც გულისხმობს, რომ ამ კანდიდატის საქართველოში ყოფნა და მისი რეგისტრაციის საფუძვლიანობა ყოფილიყო შესწავლილი, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს მანამ გადაწყვეტილებას, სანამ ოლქის თავმჯდომარე არ მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის პირველ რიგში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით გადასაწყვეტი და ჯერჯერობით ეს განკარგულება არ გამოცემულა.